მე ძახთით ფიქრეთ ბეი. ხო, დამლა. შემოდი და დაჯექი. გთხოვ. კარგი. დასაწყისისთვის ამას ავიღებ. რამე ახალი არ მოიგონო, კარგი? ასე უკეთესია. რატომ რამე დავაშავე? შენ არა. მე. ამის გაგრძელება საჭირო აღარ არის. კარგი? კარგი. როგორც გინებოთ. მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე. ცოლიანი კაცი ვარ, დამლა. ცოლი მყავს და მიყვარს. ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ აღარ დავლებ. ეს შეცდომა უნდა გამოვასწორო. აუცილებლად უნდა გამოვასწორო. სწორად გავიგე? მხოლოდ ალკოჰოლის გამო მოგეწონე? ასეა? რა თქმა უნდა არა. დამლა. ძალიან ლამაზი ქალი ხარ. შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონო. უბრალოდ მე ის კაცი ვარ, რომელიც ცოლს არ ღალატობს. თავი ვერ გავაკონტროლე და ეს არ შემეფერება. გასაგებია? და მე რა არ შემეფერება? მაგალითად, ცოლიან კაცთან ყოფნა. შენი ქმარი ლევენტი იქნება. ის კი ჩემი კაცია. ცოლად გაყოლაზე დათანხმდი, მე კი არ მითხარი. აი, ეს არ შეგეფერება, გესმის? ეს არ შეგეფერება. თუ მეტყვი ლევენტს არ გავყვე, გამოსავალს მოვძებნი. არა, დამლა, არა. როგორც გინდა ისე მოიქეცი. მეს არ მეხება. არ მინდა რაიმეს მიზეზად ვიქცე. ერთ რამეს გთხოვ. არავინ უნდა იცოდეს, რაც მოხდა. ამას ჩვენი ოჯახური კავშირების და საქმის გამო ვამბობ. არ მინდა შენ დაზარალდე. დამლა ვერ დაგიცავ. ხომ გესმის? გასაგებია. სულ ეს იყო? ეს დაგივარდა. აიშე მიპოვა. ზეინებმა ეს თავის თავზე აიღო. გადაგდება მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე და მებრუნებინა. იქნებ შენთვის ძვირფასი იყოს. ოღონდ არასოდეს გაიგეთო, გთხოვ. აიშე დაკვირვებული ქალია. კარგი, გმადლობ. ჩემი ძმა მოვიდა. დაბლა გელოდება, არა ცდებინო. კარგი, ჩავა. შენ თავი მოიწესრიგე, ასე რომ არავინ დაგინახოს. ნაწყენი ხარ? იავუს. იავუს. ხო, ლევენტ. ხედავ რომ ჯერ კიდევ ნაწყენი ხარ. ჩემზე კარგ სიძეს, სადიპოვი. ვიპოვი. ნებისმიერი გაჯობებდა. ჩუმად მაინც იქნებოდა. შეეშინდებოდა. რამე ცუდი გავაკეთე? ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ. ჩემნაირს სხვაგან სადიპოვი. პატიოსანი ვარ, მშრომელი, გულღია. წესით უკან უნდა დამზდებდე, რომ არ გადავიფიქრო. აბა დაფიქრდი. ლევენტ მომისმინე. დედა ჩემს ვერ ვაწყენინებ და მხოლოდ ამიტომ არ ვამბობ არაფერს. გაჩუმდი. ოღონდ დაიმახსოვრე ჩემს დას, თუ რამეს აწყენინებ. თუ გაერთობი და მიაგდებ, შენ გამო თუ იტირებს, იცოდი არ გაპატიებ. გაგანადგურებ, გასაგებია?
გაგანადგურებ. ფიქრეთი მოდის და ჩვენი მოწმე იყოს, კარგი? ფიქრეთ, მოწმე იქნები? რა ხდება? დაჯექი. რა ხდება, რისი მოწმე? იავუზი ამბობს, რომ გაანადგურებს იმას, ვინც დამლას აწყენინებს. არ დაინდობს და გაანადგურებს. მართალია. ხო და ასეც ვთქვი. შენ მოწმე იყავი. მე კი პირობას ვდებ. თუ დამლას ვაწყენინებ, იავუს შეუძლია მომკლას. მაკოცე. რა სულელობ? ადექი. მიდი ადექი. კარგი. მოიხარე? ცოტა მოიხარე? მოდი აქ. თევზაობასაც გასავლი. კარგად გავერთობით. კარგი. თუ მორჩით დასხედით. სალაპარაკო გვაქვს. დასხედით. კარგი მორჩით. გისმენთ? რაღაც სათქმელი გაქვს ძმაო. რა მოხდა? რაღაც მოხდა. არ მინდოდა ყველას ცოდნოდა. ვიფიქრე ჯერ თქვენ დაგლაპარაკებოდით. რა მოხდა? რატომ ბასაიდუმლოებთ? რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმს შეუთანხმდი და სიტყვა თქვენს ნაცვლადაც მივეცი. კარგი. პირობას არ დაარღვევ. და ის? ეჭვი არ მეპარება, ისიც დაიცავს. ხვალ მეჰმედ ალისთან ერთად მასთან მივალ. ხვალ? იცი რა, რომ მოკლან, ვერავინ გიპოვის. თან ისე ასაიდუმლოებ ყველაფერს, რომ? იცი მე არ მოვკვდები, ვიდრე დამლაზე არ დავქორწინდები. დასაკარგი ბევრი მაქვს. ერთმანეთი გვიან ვიპოვეთ და არ მინდა უკვე დავკარგო. ლევენტ, რა იყო? არ მინდა დაქრივდეს. რაც მიყურებ? რამე თუ შეგეშლებათ. ორივეს მოკლავთ. ამიტომ ისეთი არაფერი უნდა მოხდეს. ჩემი უნდა გეშინოდეთ. სხვისი არა. გესმით? მიძახდით დამლახანი. შემოდი. საყურე შენ ვერ იპოვე, მაგრამ მე ვნახე. აიღე. გაიგეთე. ოღონდ მე არ მომიცია. შეყვარებულმა გაჩუქა, კარგი? ძალიან ლამაზია. ძვირფასია არა? არ აქვს მნიშვნელობა. ეს ჩვენი საიდუმლო და ჩემი პირადი საჩუქარი იყოს. ხელფასიც გამიზარდეთ. არ ველოდი, დიდი მადლობა. არაფერს. ბედნიერად ატარე. გმადლობთ. აიშეს თუ დაუმალე არც კი წარმომიდგენია რა მოხდება ჩვენებმა რომ გაიგონ. ნამდვილი კატასტროფაა. აჯობებს არავინ გაიგოს. გესმის? აჯობებს ლეილას არაფერი უთხრა. ლევენტ, ქალებთან ტლიკინი შენ გიყვარს. თავი აკონტროლე, კარგი? დამლა მოდის. დამლა სულაკაა, აქ მუშაობს. ჩემთან მოდის. ჩემთან. გამარჯობა. გამარჯობა. რა ლამაზი ხარ. ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები. გმადლობ, ლევენტ. ახლა საიდუმლოთად პირი გვაქვს. დეტალებს ახლა ვერ მოგიყვები. ახლა ლევენტ. ვერასოდეს ვერ მოვყვები. თუ გცალია და თუ ძმებიც უფლებას მომცემენ, იქნებ ერთად გვესადილა. რა სიტყვი? არა, არ მცალია, ლევენტ. მაგრამ სხვა დროს აუცილებლად. ძმაო, ხომ არ გშიათ რამე მოვიტანო? არ გშია დამლა. შენ საქმეს მიხედე. კარგი. კარგ დღეს გისურვებ. გმადლობ დროებით. დროებით. ასე რატომ მითხრა? სულ ამის ბრალია. იავუს რომ ხედავს, იძაბება. ფსიქიკა ერღვევა. ფსიქიკა. ასე არ არის? ასე არ არის. ხომ გითხრა რომ დაკავებულია? ხო, ხვალინდელი დღეც ხომ გვაქვს, არა? საქმეს დაუბრუნდეთ. გისმენთ?
საქმეზე ვისაუბროთ. Merhaba. გამარჯობა. ჯეილან, ხომ არ ვილაპარაკოთ? მე სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ მოგისმენ. Ben sana bilmeden Rame sana gatsqenine? bir şey mi yaptım? არა, Sen beni nerede göreceksin? რატომ უნდა გეწყენინებინა? Bilmem. უბრალოდ სულ Bana karşı bir ცუდად tavrın var ya, მიქცევი და bunu ამიტომ anlamak დავინტერესდი. Konu seninle alakalı. შენ არაფერ შუაში ხარ. istiyorum. Kiminle alakalı? აბა ვინ? Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმი? Konu senin ailenle. შენი ოჯახი ზეინებ. Yoksa ხალილ იბრაჰიმი არა. Benim ailem. ჩემი ოჯახი აქ არის ჯეილან. Burada kiminle problema? problemin var da bana yansıtıyorsun? Ailem burada. ოჯახი აქ არის არა? Ama ben letolardan მე ლეტოებზე ვლაპარაკობ. Onlar senin. შენი ოჯახი ისინი არ არიან? Kan bağı olarak. სიცხლე მათთან მაკავშირებს, მაგრამ ახლა Ama ben artık karım. ქარასუ ვარ. Ha beni babamdan თუ buna მამაჩემის yardım მიხედვით edeceksen, მსჯელობ ჩემზეც, senin kim მეც olduğunu sor. გამოვიკითხე შენი ამბავი. Kumarbaz Nihat. მამა შენი კაზინოში თამაშობს. Ben de bu durumda. ამის sana მიხედვით kumarbaz ვიფიქრო mıyım? შენზე. Öyle mi değerlendireyim yani? Doğru. მართალია, Babam მამა kumarbaz. ჩემი კაზინოში თამაშობდა Kim düşürdü? და ვინ შეაჩვია? Senin. შენმა ოჯახმა. İyi bir aile. ძალიან კარგი ოჯახი მქონდა. Biz vaktimizi მუსიყვარულე çok şükür. Güzel bir და aile. ეს ყველაფერი ვინ წამართვა? Ta ki sizinkiler gelip ვინ? malımızı, შენმა ოჯახმა. toprağımıza მამა göz ჩემს ოქროს მთებს დაპირდნენ, მაგრამ გააკოტრეს. Sana მე şöyle რა გააკეთა? sana bunu yap. შური დედა ჩემზე იწია. ისიც ავად გახდა და მოკვდა. სულ ეს იყო. Soğana çevirdiler. დედა რომ მოკვდა, სევდა 2 წლისაც კი არ იყო. Anam ben. სულ პატარა ვიყავი, როცა ჩემი ძმისთვის და დისთვის ერთდროულად დედაც გავხდი და მამაც. Sevda და შენ როგორი ბავშვობა გქონდა? 2 yaşında yoktu anam öldüğünde. El kadın. მოყევი ზეინებ. İki kardeşime de მოყევი როგორი ბავშვობა გქონდა. Anlat sen. იქნებ მეც ავტირდე. Biraz da sen anlat. მიდი თქვი, Belki ben ხმა მოიღე. Ceylan, ჯეილან, çok üzgünüm. ძალიან მწუხარ. Gerçekten Marfa, çok üzüldüm. მაგრამ Ama bu yaşadıklarım ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. ki. İyi bir çocuk. ჩემი ბრალი არ არის, რომ კარგი ბავშვობა მქონდა. Bak senin Amaz yaşadığın ახლა ვერ შევცვლი. değiştiremem. Ama bu მაგრამ ეს სახლი ის ადგილი არ არის, სადაც ვინმეს განიკითხავენ. Eda Nur'un kocası. ედა ნურის ქმარი მამა ჩემმა მოკლა. Merve ablanın. იუსუფის და მერვეს შვილიც. Onlar bir gün benim არც ერთხელ უთქვამთ, რომ ჩემი ბრალია. Tam tersine Პირიქით. ben onun yüzüne bakamadığım için gittim. იმიტომ წავედი, რომ მათ სახეში ვეღარ ვუყურებდი და ესეც ყინათ. Bak beni sevmek მის მინი აუცილებელი არ არის გიყვარდე, ama bana nefret. მაგრამ სიძულვილით ნუ მიყურებ. Ben sana მზად ვარ შენი დისთვის უფროსი და შენთვის კი მეგობარი გავხდე. რა თქმა უნდა, შენც თუ თანახმა იქნები, Ay yok თუ არა, istemezsen შენ უკეთიცი. ama küçük. გთხოვ შენს და სიძულვილში ნუ გაზრდი. En azından onun დამიჯერე არ გესიამოვნება, გაიგო როგორებად იქცნენ ჩემი ძმები, რომლებიც სიძულვილში გაიზარდნენ. დღეიდან რეზვან ბეის აპარატი აღარ სჭირდება. ვიდრე გონზე მოვა, ყურადღებას არ მოვაკლებთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, იმედია. ექიმო, რადგან მამა მალე მოვა გონს, რაღაც მინდა გირჩიოთ. დედებს არ მისცეთ უფლება აქ შემოვიდნენ. ერთმანეთს დახოცავენ. ვის შეხედა, ვის დაელაპარაკა. ხომ გესმით არა?
ამას მეტ დამიხედავს, კარგი? კარგი, კარგი, როგორც ისურვებთ, ექიმო, გავალთ. გავალთ. ხომ ასეა. არ გავიდოდი, მაგრამ ექიმს უნდა დაველაპარაკო. ღმერთო ჩემო, ღმერთო, წამოდი ასიე. უკაცრავად, ქალბატონო. გისმენთ? რა ქვიათ? აინორი, სასიამოვნოა, მე თამირ ლეტოვარ. ჩემთვისაც. რთულია ავადმყოფის მოულა, არა? რთულია? ექიმო, რიзвანი რომ გაიღვიძებს, მე რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება მეხსიერების პრობლემები შეექმნას. სავარაუდოდ მეტყველება გაუჭირდება და შეიძლება სიარულიც გაუძნელდეს, რადგან დიდი ხანია წევს. ალბათ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ახლა რა თქმა უნდა. ორი სახლი აქვს. მაინც რომელი სახლი დაავიწყდება? რომელი? არ მესმის ასიეჰანი. იმას გულისხმობს, რომ თუ ის არ გაახსენდა, ჯობია მოკვდეს. ამას გულისხმობს. პირიქით ვიფიქრე. წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, გაიღვიძოს და ეს ვერ გაიხსენოს. სიცილით მოუკვდები. პირიქით, ეს რომ დაივიწყოს. ასიე, გაჩერდი, რას ამბობ? კარგი, ვიხუმრე, რა მოხდა? დეიდა, ახლა უნდა გვიხაროდეს. ნახავ შენ როგორ გაგიხარდება. რამე ასეთი თუ მოგივიდა. ნახავ. ექიმო, ასიესნაირი პაციენტები არ გყავთ, არა? მართალი ბრძანდებით. ვიცი. მოკლედ თქვენგან კარგ ამბებს დაველოდები. გმადლობთ. ასიე, ხომ გთხოვე სისულელეები არ გელაპარაკა? სულ რატომ გვარცხვენ? საკმარისია. ექიმთან რატომ შეგვარცხვინე? გეყოფა. კარგი რა, მე გარცხვენ. ერთი შვილი ციხეში გყავს. მეორე მაფიოზის გაეკიდა. ისედაც შერცხვენილი ხარ, ნადიმე. და ერთი შვილიც ოჯახს მართავს, დეიდა. ამაზე რა სიტყვი? თვალი არ ეცეს. მეტი რა უნდა ვთქვა? ფრთხილად იყავით. არავინ გათვალოს. სიტყვებს დაუკვირდით. ხო, კარგი. აბარა. შეიძლება რაღაც გითხო? უარი რომ გითხრა, გაჩუმდები? რა თქმა უნდა. კარგი, და რამდენ წუთს? რამდენ წუთს? კარგი, მე მკითხე. მამა ჩემი, კარგად რომ გახდეს. გონს რომ მოვიდეს. ზეინებ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩემი ნებისმიერი პასუხი გაგანერვიულებს. კარგი. ჩათვალი არაფერი მიკითხავს. შენ არაფრის კითხვა გინდა? როგორ არა საყვარელო? ჩვენი მომავალი არ გაინტერესებს? საერთოდ არა? როგორც ხედავ, ამ წუთებით ვიღებ სიამოვნებას მომავალზე არ დარდობ. არსებობს ადამიანი, რომელიც მომავალზე არ დარდობს. ჩემს გვერდით ხარ, ზეინებ. რაზე უნდა ვიდარდო? კარგად თქვი. მომეწონა. ხანდახან იმაზე ვფიქრობ, მე რომ რამე მომივიდეს, რამე ცუდი,
Başıma kötü bir şey geldi. შენ რას გააკეთებ? Zeynep ne yapar diye. მითხარი. Ne yapar? რას გავაკეთებ? Uzak bir yer ფიქრობ შორს რომ წავიდე და მელოდები, მაგრამ diye düşündüm. იქ რომ წავიდე Ama dönemeyeceğim. საიდანაც ვერ დავბრუნდები? Sakın. არ გინდა. ჰალილ იბრაჰიმ, Sakın. არ გინდა. არ დამტოვო. Buradayım. აქ ვარ. Buradayım. Beri. აქ ვარ და არსად წავალ. Cevap ისი არ მეპასუხე. bekler misin? და მელოდები? Ömrümüz ცხოვრების ბოლომდე დაგელოდები. peşini bırak. თავს არ დაგანებებ. ვიცი რა უნდა ვქნა თავი რომ დამანება. რა? Neymiş? რა უნდა ქნა? Şöyle boy boy çocuklar. მაგალითად თუ ბევრი ბავშვი გვეყოლება, Peşime. შემეშვები. Aa, ister miydin? ბავშვები გინდა? Tabii ki de. რა თქმა უნდა. Böyle etrafta. გარშემო ბევრი პატარა ზეინები რომ გყავდეს და კითხებით რომ არ მოგასვენონ? ფიქრობ გამომკლავდები. Bir şekilde baş ederim onlarla. და შენ რას იზამ გარშემო რომ Neler olursa sen ne ჩემი პატარა ასლები ყავდეს? ჯერ უნდა დავფიქრდე. Düşünmem lazım. კარგი? Baba? მამა? Baba? მამა? uyan. გონს მოდის. მამა? Rızvan Bey. მამა, რეზვან ბეი, ყველაფერი კარგადაა. Döndünüz გვიბრუნდებით. Baba, მამა, beni გახსოვს რა მქვია? Adım აბა რა მქვია? თამერი. ღმერთო. თამერი. დედას ვეტყვი ექიმო. Anne. დედა. Anne. დედა. რა მოხდა? Anne. დედა. Anneciğim. დედიკო. რა მოხდა? მამა გამოფხიზლდა და სახელით მომართა. რას ამბობ შვილო? მიცნო ვინ ვარ. მადლობა ღმერთს. მოიცადე. ფიქრეც უნდა გავაგებინო. ასიე მოიცადე. მამა გამოფხიზლდა, შენ კი მაინც ფიქრეთზე ფიქრობ. ვისაც გინდა იმას გააგებინე, აიშე. ისიც ხომ მისი შვილია? რიზვან, მადლობა ღმერთს. Doktor Bey. ექიმო, შეგეძლიათ წახვიდეთ. Biraz dışarı alsak olur. რა თქმა უნდა, მაგრამ არ გადაღაოთ. Bizi yormayalım. სხვა პრობლემა ჯერ არ ჩანს, მაგრამ შეიძლება ლაპარაკი გაუჭირდეს. კარგი. რიზვან. ჩემი სახლის საძირკველო, ჩემო ძვირფასო. კიდევ კარგი ჩემი კაცი გამოფხიზლდა. რიზვან, Seni hiç yalnız მარტო არ დაგვიტოვები ხარ. hepimiz yanında. სულ შენ გვერდით ვიყავით. Hiç umudumuz იმედი არ დაგვიკარგავს. Kesilen oldu. ზოგმა დაკარგა, მაგრამ უკვე შენ გარშემო არ არიან. ასეც ნუ იტყვი. და ბავშვები. ბავშვები კარგად არიან? ყველაფერი კარგადაა? iyi. ხო, რიზვან. ბავშვები კარგად არიან, არის ნერვიულო. Sen hiç merak etme. ხო, Herkes burada değil. მაგრამ ყველა აქ არ არის. Burada kimse yok. ხედავ, Maşallah. შენთან herkes მარტო yolunda. თამერია. და ჰალილ იბრაჰიმი მოკვდა? Baba, მამა, senin შენ შემდეგ მას defa daha vuruldu. კიდევ ორჯერ ესროლეს, მაგრამ არ მომკვდარა. Oğlum şimdi შვილო, ასეთი რამეების თქმა შეიძლება? საკმარისია. წადით, dışarı çık. წადით, მე ყველაფერს მოუყვებით. Halinde her şeyi anlatırım. არა, Yok müsaade. მოუყვევი და გადი. Yine geç çık. მე კი მე დაწვრილებით ავუხსნი. Diller beni. ჯობია მე მომისმინოს. Allah aşkına ya. ასიე ძალიან გთხოვ გაჩერდი. Açtığına pişman etme. ინანებს რომ საერთოდ გაიღვიძა. შეხედე ისევ დაიძინა. 40 დღეა ზინავს, მე რა მოხდა? ექიმა რა გითხრათ? გთხოვათ არ გადაღალოთო. დედა ადექი. Anneciğim haydi. გამიშვი, მორჩი შეეშვით. Hadi. თავი დამანებე. ნადიმე, წამოდით. Sen de karış. შემეშვი. წავედით.
იგივე ჩვენება მიეცირათ განყოფილებაში, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. ხომ ასეა? შეიძლება ყველაფერი არ გამახსენდა, ბატონო პროკურორო. დაგტოვე შვილო. დაჯექი. შენ და უღუზი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ, არა? Size de mi aynı masal? ის ზღაპარი თქვენც მოგიყვათ, პროკურორო? მაგის გარკვევას ვცდილობ, ეს მართლა ზღაპარია თუ არა? აშკარაა, რომ ამას სხვაგანაც იტყვის. შეიძლება შენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ოღუზზე გავლენა ექნება. იმიტომ გეკითხები, რომ საქმეს არ ჩამოაშორონ. Sayın savcım, ბატონო პროკურორო, böyle adamların söylemleri yüzünden ასეთი ადამიანების სიტყვების გამო პატიოსან სამართალდამცავებს საქმეს თუ ჩამოაშორებენ, არ ვიცი რა ვთქვა. სახელმწიფომ უკეთ იცის. devletimiz en doğrusunu bilir. Güzel, ძალიან კარგი. güzel. კარგი. Sana soruyorum. მაშინ შენ გითხავ. Senin შენ arkanda უკან herhangi ვინმე დგას? bir ilişki, კავშირები თუ გაქვს? bir bağlantı var mı Halil İbrahim? ჰალილ იბრაჰიმი, ცოტა ეს დაკითხვა არ არის. კაბინეტში დივანიც კი არ არის. Allah'tan მხოლოდ ღმერთი მყავს, ბატონო პროკურორო. Güzel, ძალიან კარგი. güzel. ძალიან კარგი. O zaman მაშინ ამიხსენი, tek bir şey რა გინდა შვილო? Senin ყოველდღე ხან ჩემს კაბინეტში ხარ? bak ხან her gün ya პოლიციის karakoldasın, განყოფილებაში, ya karakoldasın, ya hastanede. ხან საავადმყოფოში. Senin რა არ გასვენებს შვილო? Efendim benim მე de მხოლოდ უსამართლობა მაღელვებს, უკანონობა, კრიმინალი. zulümle. სამწუხაროდ, Maalesef. როცა ამას ვაწყდები, თავს ვერ ვიკავებ. Ya karşınızda შესაბამისად, ხან თქვენს კაბინეტში ამოვყოფ ხოლმე თავს, ხან პოლიციის განყოფილებაში და ხან საავადმყოფოში. bu dert. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. Git kendi წადი და dünyana, საკუთარი სამყარო შექმენი. zulmün olmadığı, adaletin სამყარო, სადაც წამება არ არის, ყველაფერი სამართლიანა და büyük işlere ასეთ საქმეებში ნუ ჩაერევი. შეეშვი და uzun ömür. დიდხანს იცოცხლებ. benim uzun yaşamak ხანგრძლივ სიცოცხლეზე არ ვოცნებობ, ბატონო პროკურორო. şerefli bir adam მინდა olarak პატიოსანი ვიყო და ნაძირლებს გავუსწორდე. yaşayabilirsem eğer. თუ ამას შევძლებ, ხან მოკლე სიცოცხლეზეც თანახმავარ. Güzel, ძალიან კარგი. გასაგები. peki. Tamam. შეგიძლია წახვიდე. Bu arada ისე შენი ცოლის ზმაზე bu kayınbiraderin შენ სიტყვებს სერიოზულად არ მივიღებ. dikkate almayacağım. მაინც დავაკავე. Onu tutuklamaya sevk მე სასამართლომ გადაწყვიტოს, მაგრამ mahkeme. მისთვის თუ რამეს მთხოვ, Günün birinde ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის şahsın için რაც ახლა თქვი, ახდეს. az önce söylediğim ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. elimden geleni yaparım. Teşekkür მადლობ. აბა, Dinledi. მომისმინე, თქვა რომ ჩემს სიტყვებს მნიშვნელობა მაინც არ აქვს. Tuncay'ı თუნჯაის მაინც დაიჭერენ. Ne diyelim? რა ვთქვა? Hakkımızda ღმერთმა გიშველოს. ben avukat. მის ადვოკატს ველაპარაკებ, თხოვე ის გაემეორებინა, რაც შენს ჩვენებაში თქვი. Benim de avukatım. ჩემს ადვოკატსაც და ილმაზის ადვოკატსაც თუნჯაი უთხრა, რომ საერთოდ ადვოკატზე უარს ამბობდა. რა გითხრა? cezaevine düştüğü için değil. რა გითხრა, ეს ყველაფერი წარსულში აღმოჩნდეს, არა იმიტომ, რომ შენი ძმა ციხეში მოხვდა. იმიტომ, რომ ილმას ჩაუვარდა ხელში. Komutanım, კაპიტანო,
Ben son kez... შეიძლება პროკურორთან შესვლამდე ძმას დაველაპარაკო. და რას ეტყვი? ეტყვი თავისი ოჯახი და მამა ჩაუშვას? რას ყბედობა ნაძირალავ? მოკლა ვილმას. დამშვიდით. მოდი აქ. დამშვიდით. მოდი აქ. ჰალილ იბრაჰიმ. მოდი აქ. შიშარა. დამშვიდით. ადვილია როცა შუაში ამდენი ხალხი დგას არა? ციხეში ამოხდება სული. დამშვიდით. რა ხდება აქ? ოღუს. რა ხდება? ისეთი არაფერი ბატონო. ნიშნულოვანი ისეთი არაფერი ბატონო პროკურორო. თავი ვერ შევიკავე, დავარტყი. ვიფიქრე იქნებ ახლა მაინც ეთქვა სიმართლე. გეუბნებით ბატონო პროკურორო. ეს ორი შეკრულია კაპიტნის ხალხი მაკავებს და ის მირტყამს. საჩივარი მაინც შემოვიტანო. ილმაზ მარტენი ახლავე ჩემს კაბინეტში შეიყვანეთ, მიდით. ბატონო პროკურორო, შეიძლება უკანასკნელად დაველაპარაკო ჩემს ძმას. ბევრი წელი ელაპარაკებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, უშედეგოდ. ახლა მისთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკებიან. ესეც ასე. კარგი, გეყოფა, თქვენ წადით. ლეიტენანტო, მოსმენამდე მაინც დაგეცადათ. ვერ დავიცდით. თუნჯაიმ თქვა, რომ მან ისროლა. ახლა კი წადით. წავიდეთ ფიქრით. მიდით, მიდით. დიდი მადლობა, ჰალილ იბრაჰიმ, გემრიელად დაარტყი. ბრალდებებს ვერ მივიღებ. ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებს. ჩემი ჩვენება ეს არის, ბატონო პროკურორო. ესე იგი პოლიციის კაპიტანს თავს არ დასხმიხარ. ღიად არ მემუქრებოდი მე და ჩემს ოჯახს. ბენზინ გასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებასთან არაფერი გაკავშირებს, არა? ის ნაპოვნი 30 ტონა ნარკოტიკიც შენი არ არის. არაფერი გაკავშირებს ქორწილში თავდასხმასთანაც, არა? შენ არ გიბრძანებია თუნჯაილ ლეტოსთვის თავს დასხმოდა ჰალილ იბრაჰიმს? როგორც თქვით, ბატონო პროკურორო, ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებს. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს და ზეინებ ქარასუს საავადმყოფოში იარაღით შენ არ დაესხი თავს? შენ არ იყავი? ბატონო პროკურორო, საავადმყოფოში ჩემი დიშვილის ზეინების სანახავად მივედი. ჰალილ იბრაჰიმმა იარაღი მომიშვირა და გასროლა დააპირა. ვიჩხუბეთ. თუმცა თქვენმა ლეიტენანტმა ჰალილ იბრაჰიმის მეგობარმა ყველაფერი მე გადმომაბრალა. იარაღზე შენი ანაბეჭდებია. ანუ ჰალილ იბრაჰიმს ანაბეჭდების კი არ აქვს. ვინ არის ეს ადამიანი? საიდან არის? ამას რატომ არ იძიებთ? იმ ბანდის გაშიფვრის ნაცვლად მე და ჩემს ოჯახს არ გვასვენებთ. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს. 1000-ნაირი დამნაშავე მინახავს, მაგრამ შენნაირი ჯერ არავინ შემხვედრია. არავინ. და ვეღარც ნახავთ, პროკურორო. ამიტომ კარგად შემომხედე. მეორე ჩემნაირი არ შეგხვდება. მეც კარგად დაგიმახსოვრებ, იმიტომ რომ მეც აღარასოდეს გნახავ. ანუ ციხიდან სახელმწიფო ჯერ არ დაგინახავს. რომ დაინახავ, მაშინ გამიხსენე. რა იყვანეთ? რა მოხდა, თუნჯაი დაიჭირეს? სამწუხაროდ. Çok იქ დიდხანს დარჩება? ჯერ არ ვიცით, ზეინებ.
ჰალილ იბრაჰიმ არაც უნდა იძახოს, რომ ეს შემთხვევით მოხვდა და მკვლელი სინამდვილეში ილმაზია არაფერი გამოვა. თუნჯაიმ პროკურორის წინაშე ის თქვა, რაც ილმაზმა დაავალა, რომ მამის გულისთვის შური იძლია. ესე იგი თავისი ძმა ჩაასმევინა, რომ ციხეში მასთან ერთად ყოფილიყო. ღმერთო, ეს კაცი როგორ უნდა მოვიშოროთ? იქნება, ყველაფერი იქნება. დამშვიდი. მეჰმედ ალი და სხვები ბაღში გელიან. მე შიგნით ვიქნები. ფიქრეთ ბეი, აიშე ჰანიმი გამოდმებით რეკავს. კი მითხარით არ მეპასუხა, მაგრამ იციან რომ სასამართლოში ვართ. რატომ შეგჭამეს? იქნებ ნადიმე ჰანიმი არ ეკინებს, რომ გაიგოს რა ხდება. გადაურეკავთ. თუ კარგი ამბავი იქნება, ვეტყვით. დარეკე გაიგე რა უნდათ. არ თქვა რომ თუნჯაი დაიჭირეს, თორემ ქალებს გული გაუსკდებათ სახლში რომ მივალ თვითონ ვეტყვი. მოვიდნენ. გამარჯობა. მეჰმედ ალი ბეი, ბოდიში რომ გალოდინეთ, სასამართლოდან მოვდივართ. ვიცი, ამიტომაც ვჩქარობდი. მინდოდა ამაზე დროულად გვესაუბრა. რა იყო? რამე ცუდი მოხდა? მამამ, ანუ ბიძაშენმა იმის შიშით რომ ილმაზი ციხეში მოხვდებოდა, ყველა ფეხზე დააყენა. ვინც მას გვერდით დაუდგება, მე დამიპირისპირდება. ყველა საქმეს ჩავუშლი. გეუბნებით ყველას ვუჩივლებ. გაიგო ახლა რას ვაკეთებთ, კომპრომისს ვგულისხმობ და ამის ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს. გააგრძელებს კიდეც ყველაფრის ნგრევას. საიდან გაიგო? მამასაც კი არ ვუთხარით, რომ აქ მოვდიოდით. არავინ იცის აქ რომ ვართ. საერთოდ სად არის? როგორ იგებს ამ ყველაფერს? ძმა უფიქრეთ. ჰაკანის წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ მამას წინააღმდეგ ვერ წავა. არ გამოუვა. იქნება ამ ყველაფერს ჰაკანი ეუბნება? რა თქმა უნდა ის ეუბნება. ჰალილ იბრაჰიმ, ჰაკანი აქ მაგისთვისაა. მამას იმას ეუბნება, რასაც ჩვენ განისმენს. ჩვენც იმას ვეტყვით, რაც გვინდა მამამისმა მოისმინოს. ჯერ კიდევ გჭირდება. ეს შენი პრობლემაა, ფიქრეთ. რაც შეეხება ვაჭრობის პრობლემას, ვიდრე ის ილმაზი არ მოკვდება, ბიძაშენი იმედიანად იქნება. ყველაფერს გააკეთებს, რომ მუშაობაში ხელი შეგვიშალოს. ის კაცი ციხეშია. ვინ უნდა მოკლას? როგორ უნდა მოკლას? იაუზ არ გინდა. ახლა იაუზი იტყვის, რომ ციხეში ყველაფერს დაალაგებს, მაგრამ ჩვენ ახლა ილმაზ მარტენზე ვლაპარაკობთ. საწოლს იქამდე გაუშლიან, ვიდრე შიგნით შეიყვანენ. მეფესავით იქნება. იმის თქმა მინდა ლევენტ, რომ ციხეში ვერაფერს დაუშავებთ. მეც ეგ ვთქვი. მერე? ძმაო მეჰმედ, შენ იდეა შემოგთავაზე. შესაძლებლობა რომ გქონოდა საკუთარი ხელით დავახჭობდი, მაგრამ ასეთი შანსი არ მომეცა. ვერ შიგნით შევალთ და ვერ დავუახლოვდებით. მე შევძლებ. მოიცა ჰალილ. თავს რატომ იღუპავ? ეს ვინმემ თუ უნდა გააკეთოს, მე ვარ. რომელიმე ჩვენგანი ციხეში თუ მოხვდება, ილმაზი ისე მოკლავს, თვითონ არც მიუახლოვდება. მე და ფიქრეთი. კარგი. მაშინ მეც ასე მოვიქცევი. შენი ძმამის ხელშია. დაგემუქრება. ხელთაღს შეგიკრავს. ვერაფერს გააკეთებ. და შენ რას გააკეთებ? როგორც კი ციხეში მოვხვდები, ილმას მოვკლავ. ფიქრეთ ბეი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ერთმანეთს არაფერს უმალავთ, შოთა. თქვი. მამა თქვენი
მოკვდა? Yok. არა, Kendine gel. გონს მოვიდა. ზეინებ, შენი მესმის. ის შენი ძმაა და ალბათ ახლა ძალიან ბრაზობ. არაჩვენებ, მაგრამ ნერვიულობ. ჰალილ იბრაჰიმის მოკლა სცადა. ეს თუ არ დაიჯება, ხალხი სულ თავს გავა. დაისაჯოს, იქნებ მოინანიოს. იქნებ ხელში იარაღი აღარ აიღოს. მაგრამ ილმასთან ერთად იქ როგორ უნდა იჯდეს? თქვენს ბედს რომ არ შევეწუხებინე, მას ჩემი ხელით არ ჩავაბარებდი. ეთყობა ეს მისი ბედია, ზეინებ. არჩევანს ყველა აკეთებს, ზოგი სწორს, ზოგი არასწორს. ზოგი ჯერ არასწორს და მერე სწორს. შენ ვერაფერს გააკეთებ. მოხდა რამე? გარეთ ფიქრეთი გელოდება. მე რატომ უნდა მელოდებოდეს? Eve gideceğiz. სახლში წახვალთ. Babam მამა შენი გონს მოვიდა. az önce ახლა შეატყობინეს. წავალ ვნახავ. Sen nasıl istersen. როგორც გინდა. ყველაფერი გამაგებინე. კარგი. Nasıl olacak? ახლა რა იქნება? ჰალილ იბრაჰიმ. Ya bu adam sonuçta Temel'i öldürdü. თემელი ხომ ან მოგლა? Var onun değil mi? Ali ხომ İbrahim? დაიჭერენ? Çıkamaz içeriden. ციხიდან ხომ დიდხანს ვერ გამოვა? ხომ აგებს პასუხს დაშავებულისთვის? პასუხს აგებს ემ. Herkes içeride. გარეთაც და ციხეშიც. Herkes. ყველა პასუხს აგებს იმაზე, რაც გააკეთა. Kızım. შვილო, ძალიან წუხარ იმის გამო, რაც ქორწილში მოხდა. Böyle olsun. ასე არ მინდოდა. Babacığım biz şimdi bunları konuşmayalım. მამა, ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, კარგი? უკეთ გახდები, წამოდგები და მერე ვისაუბრებთ. Tamerim. Tamerim. თამერ, მოდი აქ ჩემო თამერ. Sana da kul. დედა შენმა თქვა, შენც დაუჭრი ხარ. სულ პატარა ნაკაწრი იყო მამა. ისეთი არაფერი. Tuncay'ı. კიდევ კარგი თუნჯაი იქ არ იყო. თუნჯაი Beni ჩემს სანახავად ხომ იყო მოსული? Geldi gel. აბა რა, როგორ შეიძლება არ მოსულიყო, მამა? მამა, გუშინ დლამდე აქ იყო, მაგრამ სამწუხაროდ უნივერსიტეტში წავიდა. გამოცდები აქვს. გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.